ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებები იგეგმება, პროგრამის განახლებაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ბიოწარმოებაზე გადასვლის მსურველებს სოფლის განვითარების სააგენტო გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს, თუ როგორი ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა და რა გამოწვევებს აწყდებიან ფერმერები. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ქრისტინე, მოგესალმებით. თათია, გამარჯობა. ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება. ამ პერიოდიდან დღემდე სააგენტოს 64 ბენეფიციარი ჰყავს. ბიოწარმოებაზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა მიმდინარე წელს განსაკუთრებით არის შემცირებული. წლის დასაწყისიდან სააგენტომ მხოლოდ 3 ბენეფიციართან გააფორმა ხელშეკრულება. რაც შეეხება დაფინანსების მოცულობას, სააგენტოს მიერ გაცემულია ჯამურად 675,000 ლარის თანადაფინანსება, პროექტების ღირებულება კი 1,25,000 ლარს შეადგენს. პროგრამა ფერმერებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერას სთავაზობს, მათ შორის გათვალისწინებულია არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პერიოდში საკონსულტაციო მომსახურების ანაზღაურება, ასევე სერტიფიკატის დაფინანსება 70%-ის ფარგლებში. ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ანაზღაურების სქემაზეა მოწყობილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ ბენეფიციარი წევს გარკვეულ ხარჯებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება სააგენტოს მიერ აღნიშნული თანხების ანაზღაურება. ყველა კულტურას ვაფინანსებთ, მრავალწლიან კულტურებს გულისხმობ, რომლებიც არიან დამწყებ ეტაპზე ან კონვერსიის პერიოდში არიან. კონვერსიის პერიოდი გულისხმობს, როცა უკვე დაწყებული აქვთ ბიომეურნეობაზე გადასვლის ეტაპები და იყენებენ ბიომეთოდებს თავიანთ მეურნეობაში. თხილიც და ნუშიც და ნებისმიერი მრავალწლოვანი კულტურა შეუძლიათ ისარგებლო ბიოსერტიფიკატის დაფინანსებით და ასევე საკონსულტაციო მომსახურებით, ხოლო დამატებითი ბენეფიტები არის მეფუტკრეების და მევენახეების შემთხვევაში, რომელიც პრეპარატების ანაზღაურებასაც მოიცავს და ამიტომ უმეტესი ჩვენი ბენეფიციარი არის მევენახეობის მიმართულებით. კანონმდებლობა გვაქვს თანამედროვე და ევროპაში რა კანონმდებლობაც არსებობს ბიოწარმოებასთან დაკავშირებით იგივე არის. ბაზარი არ არის თანაბარ დონეზე, იმიტომ რომ განსხვავება ის არის, რომ ევროპაში ათეულობით სხვადასხვა სუბსიდირების და მხარდაჭერის სქემა მოქმედებს, რის გამოც ეკონომიკურად გამართლებული არის ბიოწარმოება. მეორე მხრივ, ევროპელი მომხმარებლის ყიდველობითი უნარი ბევრად მაღალი არის, ვიდრე ქართველი მომხმარებლის, რომელიც ცდილობს რაც შეიძლება იაფიანი შეიძინოს იმის და მიუხედავად, რომ უნდა რომ შეუწამლავი და ბიოპროდუქტი იყიდოს. გარკვეულწილად პარადოქსი არის, თუმცა ღირებულება მაინც ყველაფერს განსაზღვრავს. ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის რედიზაინზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროგრამის ფარგლებში გარკვეული სიახლეები იგეგმება. სააგენტოში ჯერჯერობით არ საუბრობენ იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა იცვლება პროგრამის ფარგლებში და ამბობენ, რომ დეტალები მთავრობის დადგენილებაში გაიწერება, თუმცა აღნიშნავენ იმას, რომ ბიოწარმოების ხელშეწყობა ტექნიკური დახმარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი გახდება და შემოდგომიდან სააგენტო ბენეფიციარებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს, რაც შეეხება გამოწვევებს, რის გამოც დღესდღეობით პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა დაბალია. ამის მიზეზად ბიოწარმოების სიძვირე, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა და ბიოსერტიფიკატის აღებასთან დაკავშირებული სირთულეები სახელდება. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, დაახლოებით 3 ან ზოგ შემთხვევაში 4 წელი ჭირდება. ღირებულებაც საკმაოდ ძირითადად ბიოსერტიფიკატის აღება და ასევე გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სააგენტო აღარ მიყვება ყოველი წლის ბიოსერტიფიკატის აღების პროცესს. თუ ერთხელ უკვე ჩვენ მივიყვანეთ იმ ეტაპამდე, რომ აიღო ბენეფიციარმა ბიოსერტიფიკატი არის ვადიანი, დაახლოებით 2 წლის ვადაში განახლება ჭირდება და შესაბამისად ყოველწლიურად შემდეგ განახლებებში სააგენტო აღარ შედის თანადაფინანსებაში. ერთ-ერთი გამოწვევა ეს არის, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის, როცა ბიომეურნეობაზე გადადის ფერმერი, მოსავალი მკვეთრად უმცირდება და შესაბამისად ვერ რისკავენ. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა აფინანსებს მაგალითად სერტიფიცირებას და გარკვეული ქვედარგებისთვის რაღაც საწარმოო საშუალებებს. ეს არ არის საკმარისი, როდესაც აგრობიზნესი იგეგმება, სრული ჰოლისტიკურად უნდა მოხდეს შეხედვა და ყველა მიმართულება უნდა დაფინანსდეს და როგორც სააგენტოში გამარტეს, სწორედ ასეთ მოდელზე გადადიან მალე.
ეს ხელშეუწყობს იმას, რომ ბიზნეს მოდელი ისე დაგეგმოს და განავითაროს ფერმერმა გრძელვადიან პერიოდში, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული დახმარება ყველა კომპონენტს მოახმაროს და არა რაღაც გარკვეულ ცალკეულ მიმართულებებს, რაც როგორც აშკარაა არ არის საკმარისი. ბიოწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოთხოვნა ძირითადად კახეთის რეგიონიდან ფიქსირდება, რამდენიმე ბენეფიციარი სამეგრელოდან, იმერეთიდან, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებიდანაც. ქრისტი, მადლობა. ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.